საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ათენში საქართველოს საბერძნეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ. პანელური დისკუსია მიზნად ისახავდა უცხოელი ინვესტორებისათვის საქართველოს სავაჭრო საინვესტიციო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესისათვის ხელსაყრელი და შეღავათიანი რეგულაციების გაცნობას, ასევე საქართველოსა და საბერძნეთის ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. შემდეგი ნაბიჯები იქნება დავგეგმოთ უკვე კონკრეტული მეწარმეების, კონკრეტული ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირება და შემდეგში უფრო მასშტაბური ბიზნეს ფორუმის გამართვა. ინტერესი საქართველოსმა ძალიან მაღალი არის ბერძენი ბიზნესმენებისგან, სხვადასხვა მიმართულებით საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს, ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა ჰქონდა, გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა დაგეგმილდა. ზოგადად ვცდილობთ საქართველოს ბიზნეს გარემოს შესახებ გავზარდოთ ცნობადობა. ჩვენ გავაცანით ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, გავაცანით ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ახალი ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, ის მნიშვნელოვანი საგადასახადებო შეღავათები, რაც ბერძნულ სტარტაპებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოში.